ანონიმუსი $5. სალამი ელიტას. ნიკო, ისლამის ხედვას ქალებთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდი? ნეგატიურად, იმიტომ რომ აბრამიკული ხედვა არის ეგ ქალების. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა სუპერჩატისთვის. აი, სერიოზულად, ერთი ის გამახსენდა მომენტი, რომელიც არ ვიცი, ჰადითში არის თუ ყურანში, მაგრამ და პირდაპირ შეიძლება ცოტა შეცდომით გავიმეორო, მაგრამ იდეა რა არის, რომ ერთი ქალის ჩვენება არაფრად არ ვარგაო, იმიტომ რომ ერთ ქალს აქვს ნახევარი ტვინიო, ამიტომ ორი ქალის ჩვენება არის საჭირო, რომ ეგ ჩვენება ვალიდური იყოსო, იმიტომ რომ ნახევარი ტვინი ერთი ქალის, ნახევარი ტვინი მეორე ქალის და უკვე კაცის ტვინი გამოდისო. და ეგ უფრო სანდო არისო. არ ვიცი ეგ ყურანშია თუ ჰადითში, ალბათ ჰადითში იქნება. არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება ორივე ადგილას იყოს, ანუ ჰადითშიც და ყურანშიც. მე ზოგადად არ ვიზიარებ აბრამიკულ შეხედულებას ქალებზე. მე ვიზიარებ აი ისეთს ბერძნულ ხო, პრინციპში ბერძნულში გადის, აი ბერძნული დამოკიდებულება ქალებზე, ქალებისადმი. რატო? იმიტომ რომ კაციც და ქალიც ხო, ორივე რაღაც დონეზე არის მეომარი, ხო? მეომარი რა მხრივ, რომ აი დესტაბილიზაციის გამომწვევი, იმიტომ რომ მაგის გარეშე სიკვდილი არის, მაგის გარეშე არ ვითარდება, ხო, ცხოვრება. ძალიან ელემენტარულ რამეს ხსნი, მაგრამ უნდა ავხსნა სანამ მივალ, ხო, აზრამდე. ორივე არის მებრძოლი. სამყარო რა არის? სამყარო არის ქაოსი, რომელშიც წესრიგი უნდა დაალაგო, მაგრამ ეგ წესრიგი ისევ უნდა აირიოს, რომ რამე პროგრესი იყოს. ანუ დღის წესრიგი თუ არ შეარყიე, თუ ცოტა ქაოსი არ შემოაპარე და არ დაატრიალე, ხო, ანუ მაგის გარეშე სტაგნაცია არის. რაღაც უნდა მოხდეს, ეგ ყველაფერი არის კონფლიქტი, ეგ ყველაფერი არის მიკრო, მაკრო ყველანაირი ომი. კაცობრიობაც ომის ხარჯზე ვითარდება, ყველანაირად თან, საერთოდ ყველანაირად. ხოდა, ეს თვისება, რა თქმა უნდა, მეომრის აქვს ქალსაც და კაცსაც. განსხვავება რაში არის? რომ კაცს უფრო მეტად შეუძლია, ეს არის ბერძნული დამოკიდებულება. კაცს უფრო მეტად შეუძლია, რომ ქაოსიდან შექმნას წესრიგი, ვიდრე კაცს. ბერძნებმა ეს იცოდნენ, არაერთი საუბრობდა ქალზე, როგორც ქაოსზე და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ქალი არ არის ქაოსი, ანუ კაციც იწვევს ქაოსს, ყველა იწვევს ქაოსს. უბრალოდ ქალის ქაოსს ესენი ბერძნები უყურებდნენ ძალიან სერიოზულად, ძალიან კონკრეტულად და ძალიან ცხად ჩარჩოს აძლევდნენ, რომელიც ამ ქალს არც უკნინებდა არსებობას, მაგრამ არც მისი ქაოსი დგებოდა დღის წესრიგში. ხვდებით ალბათ რისი თქმაც მინდა. და ზოგადად თუ გაინტერესებს, უბრალოდ გაინტერესებთ, სხვებსაც ალბათ გაინტერესებთ, უბრალოდ მოიძიეთ საბერძნეთში რა დამოკიდებულება იყო ქალების მიმართ, სტრუქტურა როგორი იყო თვითონ რომელშიც ქალი არსებობდა. და დიდი ალბათობით, რასაც წაიკითხავთ, მაგის 80%-ს ვეთანხმები ან 70%-ს. რაც შეეხება ახლა კითხვა იყო ისლამის ხედვას ქალებთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდიო. ისლამის ხედვა გინდა არ გინდა არის აბრამიკული ტრადიციის ერთგული. ეგ ჩემთვის უცხო არის. ეგ ჩემთვის უცხო არის, გინდა კულტურულად, გინდა ისე, გინდა ასე. ქრისტიანულიც ძალიან უცხო არის, ქრისტიანობაშიც ქალები როგორ ანუ ვერ ხვდებიან რა, ანუ პოტენციალით არ უყურებენ ადამიანებს. არ გულისხმობ აქ რამე ონტოლოგიურ პოტენციალს, მაგისი არც მჯერა, რასაც აკეთებ ეგ ხარ. სხვა რამეზე ვსაუბრობ. არანაირი პოტენციალის არ მჯერა. ისე რეალობაზე თუ ვისაუბრეთ. მაგრამ ქრისტიანობამ ეგ ქაოსი ჩაახშო ქალში, მანამდე ბერძნები მაგ ქაოსს აძლევდნენ სტრუქტურას და მიმართულებას, ისლამმაც იგივე გააკეთა, იუდაიზმში ზუსტად არ ვიცი რა ხდება, ნებისმიერი აბრამიკულის დამოკიდებულება ქალზე ჩემთვის უცხო არის. და პატარა სპოილერი. ჩემთვის უცხო იმას არ ნიშნავს, რომ მე რა დამოკიდებულებაც მაქვს, ის უფრო მობიერი არის. არა, დაგუგლეთ მერე რა და როგორ ხდებოდა. აი საბერძნეთით დაიწყეთ და მერე უკვე
აი მიადექით პირველ საუკუნეს და აი მანდ გაჩერდით. დიდი ალბათობით რასაც წაიკითხავთ 70% ვეთანხმები. ხო და ეგ არის მნიშვნელოვანი, მაგაში ჩაფლავდა ქრისტიანობაც, ისლამიც, მაგრამ ის მომენტიც არის, რომ რა თქმა უნდა კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტულ გეოგრაფიაზე სხვადასხვა მიდგომები იარსებებს და არსებობს კიდეც. მე რის იმტერი ვარ პირველ რიგში. უნივერსალური სირობების, უნივერსალური მორალი, უნივერსალური ქალი, უნივერსალური კაცი, უნივერსალური ის, უნივერსალური ეს. ეგ არის ფუნდამენტურად მონური საჭიროება და მოთხოვნილება. ჩემი აზრით. ამიტომ მე არ მაქვს ეგეთი უნივერსალური დამოკიდებულებები, ეგეთ საკითხებზე, სოციალურზე და ასე შემდეგ. ანუ მოსტყუნია პატრონის ელემენტიც დიდ როლს თამაშობს. რორამე. წერს შოთა ზივზივაძე. ქალის ქაოსი უფრო საშიშია ვიდრე კაცის. იგივენაირად ღამე რომ თეთრებში ჩაცმული ქალი დაინახო, უფრო საშიშია ვიდრე კაცი. ხო, არის ეგეთი მომენტიც კი. ქალის ქაოსი კი ბევრად საშიში არის კი. თუ არ მიეცი სტრუქტურა, თუ არ მიეცი ფორმა კონკრეტული, არ მოყვება რა მაგას კარგი შედეგები. აი ვისაც ფემინიზმი არ მოგწონთ და რაღაცა სუფრაგაშრილ გეითი ამერიკული ფემინისტური და მთელი ამბები, ნუ იცით მადლობა ვისაც უნდა უთხრათ. ვინც ქალურ ქაოსს არ მისცა სტრუქტურა, არამედ უბრალოდ ჩაახშო. უბრალოდ ჩაახშო. ზოგიერთი ქალი გამოკედა სადაც მთებში დიდ შენობაში, სადაც ვერც იარსებებს რეპროდუქციული გაგებით ვერც ვერაფერი და ამას დაარქვეს სათნოება. აი მაგედან მიიღეთ ზუსტად აი მაგ ტრადიციიდან დღეს რაც მიიღეთ აი მემარცხენეობის და ფემინიზმის სახით. თქვენივე ჩაჯმული, თქვენ თვითონვე მოწმინდეთ, მაგრამ არა. მაგ ხალხს მხოლოდ ჩაჯმა შეუძლია. მოწმენდა არა, ეგ უკვე სხვებმა იხალონ თავში ქვა. ეგ იყო, რომ ბერძნები მშვენივრად აცნობიერებდნენ, ხვდებოდნენ, იაზრებდნენ, რომ ქალი არის იგივენაირად მეომარი ქაოსის მხრივ, როგორც კაცი, ოღონდ რა მხრივ? მეომარი იმ მხრივ, რომ ქაოსი გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც წეღანაც ავხსენი, რომ მნიშვნელოვანია პროგრესისთვის, იმიტომ რომ აი მინი დესტაბილიზაციები არის ომის აქტი. ომს მოაქვს პროგრესი და ეგ აჩერებს სტაგნაციას. კაციც იწვევს ქაოსს, არ ყევს დღის წესრიგს, ქალიც არ ყევს დღის წესრიგს და ბერძნები აი იმ განსხვავებას ხედავდნენ, რომ ქალი, როდესაც ქაოსს, ჯერ ერთი ბერძნებისთვის ქალი იყო ქაოსი, ხო, პირველ რიგში. მაგრამ ქაოსი რა მხრივ, აი პრაქტიკულ დონეზე რო ავიღოთ, იმიტომ რომ ეგრე კაციც ქაოსი არის. იმ მხრივ რომ წეღან როგორც თქვი და ეხლა გავშლი. უბრალოდ თუ არ გავიმეორე, ისე ვერ გამახსენდება, ხო ხდები? რომ კაცი ქაოსს რა შვება რა, კაცი ქაოსს იწვევს, მაგრამ უკეთ ახერხებს, რომ მაგ ქაოსიდან წესრიგი შექმნას. ხვდები? ანუ კაცს უკეთესი უნარი აქვს, რომ ქაოსისგან შექმნას წესრიგი. ქალს არა. აი ეს არის, რასაც ბერძნები იაზრებდნენ. და ამიტომ თვითონ ქალის როლზე როცა მიდიოდა საუბარი, ეგ ყველაფერი იყო ძალიან სტრუქტურაში მოქცეული. უძველეს საბერძნეთში, ანუ ქალს ჰქონდა როლი. ქალი შერჩეული იყო რა, ანუ როგორ თქვა. იმას არ ვამბობ, რომ თავისუფლება ჰქონდათ და რამე, მაგრამ მეტი უნარი ჰქონდათ არსებობის, ანუ არსებობა მათში, აი როგორც აბრამისმა ჩაახშო, ეგრე არ იყო ჩახშობილი. ჯერ ერთი, პროკრეაციულ / რეპროდუქციული ნაწილი უნარი და მოთხოვნილებები ქალის მიზანმიმართული იყო. ანუ ქალები ჩვეულებრივად იყოფოდნენ კასტებად. და იდეაში რაც დღეს შეიძლება ფემინისტმა თქვას, რომ აი ისლამის ან აი ქრისტიანობის გავლენით ქალი აქ და აქ არის შეზღუდული, საბერძნეთში ეგრე არ იყვნენ შეზღუდულები, არამედ სტრუქტურაში იყვნენ რა, მოქცეულები. პირველ რიგში პროსტიტუცია. პროსტიტუცია არსებობდა სტრუქტურაში.
ამიტომაც ეგ არ იწვევდა არანაირ კულტურულ ხრწნას, არანაირ ვაიმე ახლა ჩემი შვილი OnlyFans-ზე დარეგისტრირდება და პროჭის ფოტოებს დადებს. არანაირი ეგეთი კულტურული ის არ იყო რა, აი დღეს როგორც წუწუნებენ ამერიკაში რომ ვიხრწნებით საზოგადოება, გვიშველეთო. OnlyFans-ზე არიანო ადამიანებიო რა. რატო? იმიტომ რომ დღეს სტრუქტურაში არ არის მოქცეული მათ შორის სხვადასხვა ფორმის პროსტიტუცია. იქ იყო მოქცეული. გარდა მაგისა, იქ პროკრეაციული ნაწილი, აი პროკრეაციული არა, რა ვუწოდოთ, მოდი. რეპროდუქციული მოთხოვნილებები იყო დაკმაყოფილებული, ფორმა ჰქონდა მიცემული, არსებობდა ეს და იყო სტრუქტურა, იყო სხვადასხვა ლეველები, რომლებიც იყო ძალიან მკაცრად რეგულირებული. ამგვარად, ის რაც დღეს ხრწნა არის, მაშინ ეგ ასრულებდა კონკრეტულ როლს. იმიტომ რომ შეხედე, აი მარტივი მაგალითი, ყველაფერი რაც ქალს შეუძლია, რაც ქალს უნდა, ხო? და რაც რთული შესაკავებელი არის. და რაც ისტორიული რეალობა არის, ხო? მაგ ყველაფერს ჰქონდა დანიშნულება. ოღონდ დანიშნულება და სიკეთე აქვს სტრუქტურაში. სტრუქტურის მიღმა ან არა პლურალურ სივრცეში ეგ ყველაფერი საკუთარ თავში ისვრება და მაგის გამო მე 2000 წლის მერე ვიღებთ ფემინიზმს, სხვადასხვა მემარცხენე მოძრაობებს და რამეს, სუფრაგაშალე გეითებს და მთელ ამბებს რა, ქალთა უფლებები და ემანსიპაციები კიდე და ამბები. და ადრე ეგეთი რამე საბერძნეთში ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ყველასთვის იყო ადგილი. გარდა მაგისა, ანუ თვითონ ქალი არ იყო რა, ის პროჭი, რომელმაც დაღუპა კაცობრიობა. აი ეგეთი სირობის არ სჯეროდათ, ხო ხდები? ეგეთი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. იმას არ ვამბობ, რომ ისინი იყვნენ ფემინისტები ან რამე, არა. ეხლა რასაც ვამბობ, ბევრისთვის ეს ბევრად უარესი არის, ვიდრე აბრამიკული ჩარჩო. ბევრად უარესი. არ გეგონოთ ეს რამე ისეთი, ან პროგრესივისტული ან ლიბერალური, არა. რეალურად სტრუქტურა მიცემული არსებობა, როლების და მთელი ამბების ბევრად ისეთიც კი არის უფრო მძიმე. მაგრამ ეგ ცალკე. ხო და რას ვამბობდი? ნუ ეგ განსხვავებაც არის ბატონო ანონიმუს, რომ ქალი არ იყო აი ის პროჭი, რომელმაც კაცობრიობა დაღუპა და ეხლა წელი თუ გტკივა, იმიტომ გტკივა, რომ ევამ რაღაცა შეჭამა და მე ადამმა დაიბრალა მევჭამეო. ხვდები? ცუდად თუ წაგივიდა საქმე არ გიწევს რომ ქალი დაადანაშაულო მაგაში, თუ კვდები არ გიწევს რომ ქალი დაადანაშაულო მაგაში და აი დანაშაულზე დაფუძნებული დამოკიდებულება ქალზე არ იყო. ქალებსაც არანაირი დანაშაულით მოტივირებული საკუთარი ჯენესისის გააზრება არ ჰქონდათ და ეგეთი მომწამლავი ისინი რესენტიმენტული გრძნობები რა. რესენტიმენტი რა არის? როცა ძალაუფლება არის შიგნით მიმართული და არა გარესამყაროზე. მაგ დროს იხრწნები სულიერად, სირობას იჯერებ, კომპლექსები და მთელი ამბები. ჯერ მარტო ესეც ფუნდამენტური განსხვავება არის რა. ოღონდ მე საბერძნეთს იმიტომ ვამბობ და საბერძნეთში ცხადია რომ დღევანდელ საბერძნეთს არ გულისხმობ, არამედ ცოტა უფრო. იმიტომ რომ სხვა კულტურაზე ეგრე არც წამიკითხავს რა, რომ აი აქ როგორ რა როლი ჰქონდათ ქალებს ან რამე. არ ვიცი და მე უნივერსალისტი არც ვარ რო რამე. სადაც რაჭრის ისე მოიქცნენ, სადაც რა როგორ დადგინდა ასე შემდეგ. მაგრამ აი ეგ მომენტიც პროსტიტუციაზე გადასარევად იაზრებდნენ ბერძნები, რომ პროსტიტუციას აქვს თავისი როლი, მათ შორის საზოგადოების სტაბილიზირებისთვის მთელი ამბები ოღონდ სტრუქტურაში. ასევე ფერტილურობის რიტუალები, რის გამოც ქალი იყო და არ იაზროვნოთ ამ შემთხვევაში თანასწორი და ეგეთი კატეგორიით. არა, არავინ არ იყო არავის თანასწორი, არც ქალი კაცის, არც კაცი კაცის, არც ქალი ქალის. ეგ სისულელე არის რა, ანუ მთლიანად უნდა ამოაგდო. ფემინისტური კუთხით ბევრს გონია, რომ აი კაცები თანასწორები და ქალებიც უნდა. არა, კაცებიც არ არიან თანასწორები და არც უნდა იყვნენ. პირველ რიგში კაცები.
თორე ქალთა თანასწორობა რო იყოს მარტო და რას ვამბობდი იმის გამო რომ ფერტილურობას ჰქონდა განსაკუთრებული როლი ეს ინტეგრირებული იყო რელიგიურ გააზრებაში საქართველოშიც თუნდაც ვიკიპედიურ დონეზე რო გადახედოთ რა ხდებოდა ქრისტიანობამდე ქრისტიანობის მერეც იმიტომ რომ ეგრევე არ გავრცელებულა ქრისტიანობა მთაში მით უმეტეს იმიტომ რომ მთიულ ადამიანს ეგრე მარტივად ვერ დააგდებ როგორც გარაცკოი დეგენერატს ეგრე მარტივად არ ხდება მაგიტომაც დღემდე მთიული ხალხი არის ყვერებიანი როგორიც არის და რას ვამბობდი ხო საქართველოს ისტორია ბერიკაობაც ბოლო-ბოლო ხო რა არის ფერტილურობის დღესასწაული 1000 ფალოსის კულტიც კი იყო ხო ფალოსის კულტიც კერპიც საქართველოში რატო იმიტომ რომ ფერტილურობას ენიჭებოდა ღვთაებრივი როლი ბერძნებშიც იგივენაირად იყო ფერტილურობა პროკრეაცია ინტერკურსი რეპროდუქცია ეგ ყველაფერი იყო წმინდა ეგ ყველაფერი არ იყო დაშეიმებული ეგ ყველაფერი არ იყო რაღაცა ისეთი ხო ხდები ჯუროტილოში გაახვევდა თავის ქალს ეგეთი მენტალიტეტით წამოსული და მოკლედ მთელი ამბები და ამის გამო ქალის როლიც სხვანაირი იყო ეს ერთი ნაწილი მარტო სექსუალური ასპექტი რო ავიღოთ დღეს რასაც ფემინისტები ითხოვენ ეგ არის გინდა ქალის გინდა კაცის ეგეთი თავისუფლება სექსუალური ოღონდ ყველანაირი სტრუქტურის გარეშე სტრუქტურა ის არის რომ თანახმა ხარ მეც და მორჩა ეგ სისულელე არის ეგ არ იყო რა ეგრე საბერძნეთში ხო და მაგის გამო შობადობაც მეტი იყო მაგის გამო ქალებსაც უფრო უნდოდათ ბავშვების გაჩენა იმიტომ რომ მაგ დროს ქალი განა იმას ფიქრობდა რომ ვიღაცა გამაყალებული ვარ ვინც როდის შეერათ იმათ რომ სამყაროში 6000 წლის წინ რომ დავღუპე კაცობრიობა იქ ვაშლი რო ვჭამე თუ რაღაცა სისულელე ხვდები აი დანაშაული და აი მაგაზე დაფუძნებული არ იყო მაგიტომაც ყვაოდა მაგიტომაც იყო ძლიერი მაგიტომაც იყო კარგი რა თქმა უნდა შემდეგ მასაც შეეხო ხრწნა მაგრამ ყველაფერს ეხება ხრწნა ყველაფერი ნადგურდება კარგიც და ცუდიც დისკრიმინაციის გარეშე ხო და რას ვამბობდი და ამგვარად ფერტილურობაც იყო უფრო ღვთაებრივი აქტი უფრო კარგი იმიტომ რომ ქალი მაგით იაზრებდა ღვთაებრიობას თავისას ხო ანუ მთელი ყველა რელიგიაში იყო ფერტილურობის კულტი ფერტილურობის კერპი ეგ იყო ძალიან მთავარი და მთავარი რიტუალი ამიტომაც იყო ხშირად თეატრალური სექსუალური რიტუალები თეატრებში ტაძრებში ძველ დროში იმიტომ რომ აღნიშნავდნენ ამით რო რამე მსგავს რამეს საქართველოს ისტორიაში წააწყდებით კარგად თუ გაქეკავთ კარგად რა ზედაპირულადაც კი და ეგ მნიშვნელოვანი იყო ეგეც შემდეგ ჩაიხშო აი კონტრასტს გაჩვენებ რა ანონიმუს ხო ხდები და აქ დიდი კონტრასტი არის ძალიან და ეხლა ვცდილობ თან რომ კიდე სხვადასხვა ასპექტები გამოვუნახო მაგრამ ხო ქალებს უფრო მეტი როლი ჰქონდათ სხვადასხვა ვიდრე შემდეგ ამიტომაც ჩემთვის ეგ უფრო კულტურულად მისაღები არის უფრო სწორი ბერძნული დამოკიდებულება ვიდრე თანამედროვე რაც არის რა ხო ისეთი არ იყო როგორც დღეს უნდა ბევრს და შეიძლება ვინმეს ეს ლიბერალური ჰგონია მაგრამ არა ცოლი იყო ცოლი და ის დანიშნულება ჰქონდა რომ ბავშვები გაეზარდა მაგრამ მაინც ყავდა კაც საყვარელი და გუმარები და მთელი ამბები ეგეც იყო ისიც იყო რა ქვია მღვდელი ქალებიც იყვნენ და რიტუალებს ასრულებდნენ და ნუ ბევრი როლი ჰქონდა ქალს და ყველა როლი იგრძნობოდა ბუნებრივად აი ეგ არის მნიშვნელოვანი როლი მაშინ არის ხოშიანი და კარგად ინტეგრირებული კულტურაში როცა ის არის ბუნებრივი რა აი ბუნებრივად რო იგრძნობა რა როლიც არ უნდა იყოს მაგრამ როცა როლთა მრავალფეროვნება არ არის ისეთი როგორც საბერძნეთში იყო ნუ მე საბოლოოდ იღებ ფემინისტებს ამიტომ მადლობაზე იცით ვისაც უნდა მიაკითხოთ
ახლავე გაწევრიანდი დახურულ არხზე, ლინკი აღწერაშია და პროფილზე, გეყო დროის კარგვა და გელოდებით ელიტარულ სივრცეში.